მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. ასევე შეგახსენებთ, შეგიძლიათ Facebook-ზეც გვიყუროთ პალიტრა ნიუსის გვერდზე და YouTube-ზეც თუ მოძებნით პალიტრა ნიუსის არხს. მე არაფრის მოლოდინი არ მაქვს. მე მაქვს ერთადერთი რამის მოლოდინი, რომ ჩვენი ქვეყანა განაგრძობს სტაბილურად განვითარებას. ვერავის ვერ შეაშინებთ ვერც ერთი მექანიზმით. ვერც მოსკოვის, ვერც ბრიუსელის, ვერც პრაღისა და ვერც როსტოვის. არც ჰააგის მექანიზმი არ გვაინტერესებსო. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბრიფინგზე დასმული კითხვის საპასუხოდ გამოცხადა, აქვს თუ არა მას ჰააგის სასამართლოს მოლოდინი. როგორც ის ამბობს, უკან დახევას ფაქტობრივად არაფერზე არაპირებენ. ამის პარალელურად, როგორც იცით, ევროკავშირში მინისტერიალი იმართება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები არიან შეკრებილები. იქ ერთ-ერთი საკითხი არის საქართველოს საკითხი. მანამდე კი ევროკავშირმა ბუჩაში ომის დანაშაულების ჩამდენი 9 რუსი პირის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სწორედ ბრიუსელიდან გვერდება თამარ ნუცუბიძე, დამოუკიდებელი ჟურნალისტი, რომელსაც მივესალმები. გამარჯობა, თამარ. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. საქართველოს საკითხამდე ჯერ არ მისვლა, როგორც ვიცი. ხვდები, თუმცა მანამდე გაკეთდა განცხადებები და ამის შესახებ რო გითხრა რამდენიმე სიტყვით. კი, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. მოდი კიდე დავამატოთ მერაბ, რომ არა მხოლოდ ბუჩასთან დაკავშირებით მიიღეს სანქციები, კიდევ სამი სასანქციო პაკეტია მოქმედდა. სულ რამდენიმე წუთის წინ ირანთან დაკავშირებით რამდენიმე პირი იქნა დასანქცირებული. პლუს რაც ვფიქრობ, რომ საინტერესოა შენი მაყურებლისთვის ძალიან, იმიტომ რომ კარგი პარალელების გავლება შეიძლება. ეს არის ერთი სასანქციო პაკეტია, სადაც 4 ჟურნალისტი დასანქცირდა. დეზინფორმაციის და პროპაგანდით გავრცელებისთვის ასე არის ეს სასანქციო პაკეტი და პირდაპირ არის ჩაწერილი, რომ ცალ-ცალკე საუბარია ამ ჟურნალისტებზე და მათზე პირდაპირ არის აღწერაში მითითებული, რომ ისინი რუსეთის საკეთილდღეოდ მოქმედებდნენ უკრაინის საწინააღმდეგო და ავრცელებდნენ პრორუსულ პროპაგანდას უკრაინის საწინააღმდეგოდ. და კიდევ ერთი სასანქციო პაკეტი ეს არის ჰიბრიდული ომის და აი ამ მეთოდების წინააღმდეგ დასანქცირდა 3 ორგანიზაცია და რამდენიმე პირი, რომლებიც ერთ-ერთი ორგანიზაცია იყო ჩინეთში გაფორმებული და მათ აღწერაში წერია, რომ სწორედ მათი მეშვეობით დაჰაკვა მოხდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების არაერთი რესურსი. ასე რომ ძალიან საინტერესოდ მიდის პროცესები, რაც შეეხება საქართველოს. კი, საქართველო რომ გადახედოთ ოფიციალურ დღის წესრიგს, ფაქტიურად ბოლოში არის საკითხების ჩამონათვალის და არის ზოგად საქმეების საკითხში, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება განხილვა ამ თემის, ასევე მაყურებელმა იცის, რომ ინიციატორი იყო გერმანია და საფრანგეთი, რაც უფრო მეტად სერიოზულს ხდის განხილვას, მნიშვნელოვანს ხდის და ჩემი ინფორმაციით მე ასეთი ინფორმაცია მაქვს, რომ ინიციატივა წამოვიდა ვაიმარის სამკუთხედის განცხადების შემდეგ, ასევე კარგად იცით, რამდენიმე დღის წინ იყო ვაიმარის სამკუთხედის ძალიან მკვეთრი და ძალიან მკაცრი განცხადება და როგორც მე მაქვს ინფორმაცია, გერმანია ძალიან შეშფოთებულია იმ რეპრესიული კანონით და უფრო რეპრესიული შესწორებებით, რაც მიიღო ქართულმა ოცნებამ და გერმანიას, როგორც კულუარული ინფორმაციით მე მითხრეს, სურს რომ საქართველოში არსებულ ვითარებაზე გაიხსნას უფრო ფართო დისკუსია. თუ დავეყრდნობით კაია კალას, მან თქვა, რომ დახურულ კარს მიღმა ასევე ისაუბრებენ, რა შეიძლება კიდევ გაკეთდეს და თუ ამ კუთხით წავალთ, ასევე ძალიან კარგად იცი შენს და შენმა მაყურებელმაც, რომ უკვე მიღებულია გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე გარკვეული კატეგორიის. ამ ხრივ არ არის მოსალოდნელი, რომ რაღაცა აქტივიზაცია მოხდეს ამ საკითხის საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით, ამას მე არ ველოდები. ასევე უნდა დაველოდოთ თარგეტირებულ სანქციებზე
იქნება თუ არა შესაძლებელი კონსენსუსი და ამ შემთხვევაში სავარაუდოდ ელოდებიან აპრილს რა მოხდება უნგრეთში და მესამე არაერთხელ ყოფილა საუბარი ასოცირების ხელშეკრულებაზე, რაც არის მთავარი დოკუმენტი საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებში და უკვე რამდენიმე თვის წინ თუნდაც კაია კალასმაც გააკეთა განცხადება, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ირღვევა რაღაცა პუნქტები ასოცირების ხელშეკრულების და მაშინ მხარეები ევროკავშირში და მინისტრებიც ამბობდნენ და ასევე ევროპარლამენტში, რომ შესაძლებელია განიხილონ ასოცირების ხელშეკრულების რაღაცა თავების შეჩერება, მათ შორის აპელირებდნენ მაშინ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებზე, ვნახოთ რა იქნება და ბოლოს დავასრულებ იმით, რომ ალბათ ყველაზე კარგად ასახავს დღევანდელ მდგომარეობას ჩვენსაც და მიდგომას ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესი მინისტრების, რაც თქვა ესტონეთის პირველმა დიპლომატმა, რომ დღეს არათუ იმაზე საუბრობთო ბრიუსელშიო, როგორ მიდის საქართველოს ევროინტეგრაციისკენ, არამედ საუბრობთ იმაზე, როგორ გადავარჩინოთ საერთოდ ქართული დემოკრატია და საერთოდ ქართული საზოგადოებრიობა და საქართველოს როგორც ევროპის რაღაც ევროკავშირში გაწევრიანების სურველი ქვეყანა. გასაგებია, მადლობა თამარ, ეს იყო თამარ ნუცუბიძე, ჟურნალისტი, რომელიც გვერდთობოდა ბრიუსელიდან, ხოლო ჩვენთან სტუდიაში სუმრათ არის ზაზა ბიბილაშვილი, ჭავჭავაძის ცენტრის დამხმარებელი, მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ხედავთ ახლა პრინციპში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას სიმპტომატური იყო, რაც თამარმა მოიყვანა, რა დამოკიდებულება უკვე ბრიუსელში ხო, იყო დამოკიდებულება იმაზე, რომ საქართველოს იყო მოწინავე ქვეყანა და დღეს უკვე საუბრობენ იმის შესახებ, რომ რაღაც საქართველოს ხელისუფლებას დაუწესონ სანქციები თუ არ უწესონ, იქ სავიზო რეჟიმი შეგვიზღუდონ თუ არა და საერთოდ დემოკრატია საქართველოში გადარჩება თუ არა. პარალელურად ჩვენ ვნახეთ აგერ მოსკოვის მექანიზმი ამოქმედა EUTOM და ამაზეც არანაირი რეაქცია ხელისუფლებას არ აქვს, და რეაქციის გულისხმობ დადებითი პირიქით აქვს უარყოფითი და ამბობს, რომ არაფერზე უკან დახევას არ აპირებენ, წავიკითხეთ დასაწყისში ციტატა ირაკლი კობახიძის. თქვენი შეფასებით რა გაგრძელება შეიძლება ამ ყველაფერს მოყვეს საქართველოსა და ევროპის ურთიერთობებს შორის? საღამოშვიდობის კიდევ ერთხელ მერაბ, დიდი მადლობა მოწვევისთვის. რაც დღეს ხდება მრავალმხრივ არის მნიშვნელოვანი. ჯერ შევხედოთ ალბათ თავარი ის არის, რომ ივანიშვილის ფუნდამენტური ამოცანა იყო და რჩება ის, რომ საქართველოს მოხსნას დღის წესრიგიდან, საერთაშორისო დღის წესრიგიდან რომ მოხსნას, ეს იყო მისი დეკლარირებული მიზანი. გვახსოვს ხო, თავიდან ამას ფუთავდა იმაში, რომ თითქოს საქართველოს არ უნდა იყოს განხეთქილების ვაშლი, როდესაც დასავლეთი რუსეთს ელაპარაკება და ეს იყო საბაბი იმისთვის, რომ ჩვენი საკითხი მოხსნილიყო. მე ამბობდა, რომ ნატოში ძალიან აგრესიულად მივისწრაფვით და მოდი ახლა ნუ შევაწუხებთ იმ ხალხს და ესეც არ გვინდა და ნატოს საკითხი დე ფაქტო მოხსნა დღის წესრიგიდან და ამ ყველაფერს მოყვა ის, რაც მან გააკეთა საქართველოს ევროკავშირის წევრობის წინააღმდეგ, აბსოლუტურად შეგნებულად, მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად. ხო, ის კანონები, ადამიანების წამება, დემოკრატიის ფაქტობრივი გაუქმება, სახელმწიფოს მიტაცება, რუსეთთან სრული ჰარმონიზაცია იქნება ეს პოლიტიკური მესიჯები, FSB-ს გავლენა, როგორც დადასტურდა კიდევაც თუნდაც ფარცხალაძის შემთხვევით და ასე შემდეგ. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ის რაც დღეს ხდება, ნიშნავს, რომ ევროპა ჩვენ არ გვივიწყებს, დასავლეთი ჩვენ არ გვივიწყებს და ეს არის ჩვენი მთავარი იმედი, ჩვენი ხალხის, ჩვენი საზოგადოების, ჩვენი სახელმწიფოს მთავარი იმედია. ხო, იმიტომ რომ ჩვენ ისტორიას რო გადავხედოთ, ჩვენი გეოგრაფიული წყევლა მათ შორის ის იყო, რომ სულ აი ხელს ვიქნევდით თითქოს შორს ვიყავით ჩვენი ქრისტიანული ოჯახიდან, ჩვენი ბუნებრივი გარემოდან და ყოველთვის გვიწევდა ზოგისთვის თავის შეხსენება, ზოგისთვის უბრალოდ ახსნა, რომ ასეთი ხალხი ვარსებობთ, ხან რა გეოპოლიტიკური ვითარების მოხდებოდა ჩვენი დავიწყება, ხან რა იყო ამის მიზეზი 100 წლის წინ ბრიტანეთი რო გავიდა კავკასიიდან, მაგას მოყვა მე უკვე პირდაპირ რუსული ოკუპაცია, ხო? და ამ შემთხვევაში ის დიდი ბედნიერება გვარგუნა ჩვენ თაობას და ქართველების ამ პრიადას ღმერთმა წილად, რომ აი ამ ყველაფრის მიუხედავად, რასაც რუსების ჩადიან და რასაც ივანიშვილის ჩადის, ხო, საქართველოს იზოლაციისთვის ევროპა და დასავლეთი მთლიანობას ჩვენ არ გვივიწყებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, ისტორიული გზავნილია და ამას ვერაფერი ვერ გადაფარავს. ეს ერთი. მეორე, ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში მოხდა ისეთი რამ ასევე რაც ისტორიული არა მხოლოდ დიაგნოზის ტოლფასია,
არამედ განაჩენის ტოლფასია, ხო? იმედისა და პოზიტივის სანქცირება, ხო, პირადად მე გეხსოვებათ ალბათ რომ სულ საუბრობდი იმაზე, რომ აი ამ რეჟიმის ტვინი ხო რაღაცა გაგებით ხო მაზერბორცე ძახიან თუ მოზგი რუსულად რაც გვინდა დავარქვათ არის აი ეს პროპაგანდისტული მანქანა რომლის ცენტრი არის TV იმედი საიდანაც ხდება ადამიანების დარწმუნება ალტერნატიულ რეალობაში და რომელიც შესაძლებელს ხდის რომ აი იმ პოლიციელმა ხელი აღმართოს უდანაშაულო ადამიანზე იმ მოსამართლემ გამოიტანოს უსამართლო განაჩენი ვიღაცამ აიღოს ქრთამი და ფიქრობს რომ კი ბატონო ხე მაინც იმ ვიღაცას სხვას ოპოზიციას ხო ჯობი ვარ და ამ ვითარებაში გამივა და იმედის სანქცირება იმ ნიშნით რომ იმედი არის რუსული პროპაგანდის გამავრცელებელი და მეორე ტელევიზიაზე აღარ ვამბობ კიდე არაფერს ხო ეს არის არამხოლოდ უბრალოდ სანქცირება კონკრეტული მედია საშუალების არამედ ძალიან სწორი საფუძვლით ამის სანქცირება ხო და მეორე რაც თქვი და ამაზე დავასრულებ გამიგზელდა პირველ კითხვაზე პასუხი ეუთოს მოსკოვის მექანიზმის დასკვნა ეს არ არის უბრალოდ ჩვეულებრივი მოვლენა ეს მეორე ფარი ისტორიული განაჩენის ტოლფასი მოვლენა და ნახევარი ამ დასკვნის არის ოცნების ნარატივი ნახევარი ანუ აი ჩათვალეთ რომ აი 190 გვერდი 200 გვერდამდეა ხო და პრაქტიკულად ნახევარი იქ არის ოცნებამ რაც ილაპარაკა ვერ შეაფასეს და დაასკვნეს რომ არა ბატონებო ეს პრაქტიკულად არაფერი არ არის გასათვალისწინებელი და რო გავიხსენოთ ხა დღევანდელი ხო ეს გენერალური პასუხი რაც იყო კობახიძის მე ვიტყოდი რამდენიმე ადგილას კომიკურიც იყო ხო იმიტომ ვინაიდან პირველ დღეებში შეამზადეს საზოგადოება აი შარმანაშვილია თუ არ ვცდები თუ შარმანაშვილი გამოვიდა და ჩვენ არათუ ჰააგის არ გვეშინია ჰააგაში იქით მოუწყობ დასავლეთ სასამართლოსა ხო ძალიან რუსული გზავნილია ძალიან რაღაც საბჭოთა ვაიბები წამოიღო ხო ძველი დროიდან რომ აი თურმე ესენი ჰააგაში იქით უწყობენ ვიღაცა სასამართლოს მაგრამ დღევანდელი განცხადება და ეს გენერალური პასუხი კომიკური იყო რამდენიმე რამით ხო ესე იგი რომ საბავშვო ბაღის დონე გარკვეულწილად როდესაც ადამიანი რომელსაც პრემიერი ქვია ხო იძახის რომ რაპორტიორმაო არ დაუშვაო ისო რომ ვინ ჩვენ გვაბრალებს წამებას არადამიანურ მოპყრობას ცემას მისი კვლილებას ლამის ხო იმათო ინტერესი ქონდათო ჩვენ წინააღმდეგო და ესო არ გაითვალისწინაო ხო რა ვიცი ხა ასობით შემთხვევა არის დოკუმენტირებული ჟურნალისტების მიერ გამვლელების მიერ პროტესტანტების მიერ რომელიც პირდაპირ იღებდნენ რა ხდებოდა ხო და იძახის რომ ეს არ გაითვალისწინაო რა ყველა საერთოდ ისე რომ რაც გადაღებულია იმას ვერ უარყოფენ და ამბობენ რომ კიო რამდენიმე ინციდენტი მოხდაო ხო ეს თქვა პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე ცუდი ინციდენტი მოხდაო მაგრამ დასჯასო არავის არ ვაპირებთო ხო მაგაღიარებთო მაგრამ ვერავის ვერ დამშვიდო იმიტომ რომ ჩვენ რა ვიცითო ვინ იყო ანუ პოლიციელებს ამბობენ რომ არ ვიცითო ეხლა რომელმა პოლიციელმა იძალადაო ანუ იმას აღიარებენ იმიტომ გადაღებულია და ის რადგან ხდებოდა ის წამების ფაქტები დახურულ მიკროავტობუსებში სადაც შეყავდათ ხელმძღვანელები ის არ არის გადაღებული და შესაბამისად იქ შეუძლია თქვა რომ იცით რა ეს მოგონილია აი ეს ადამიანების ცემა რაც ქუჩაში რაც ისი აღიარებას მოუწია ისიც რო არ ყოფილიყო გადაღებული იმასაც იგივე იტყოდა იქაც 4 აღიარა ხო 4 შემთხვევა ჩამოთვალეს და გადაღებული იმას აღიარებს იმიტომ ვერ გაექცევა ეხლა ამას და ეგ შემთხვევით რო არ გადაეღოთ ადამიანებს ხო ეხლა ის კაცი რო წაქცეულია და წეხს ურტყამენ ის ტელევიზიებს არ გადაუღია ხო გადაიღო ადამიანმა საკუთარი სახლიდან მობილურით იმ ადამიანს რო არ გადაეღო ეს კადრები არ გვენახა და ეს კაცი მე გვენახა დასესრანებული გვეტყოდა რომ ალბათ წაიქცაო რა ჩვენ რა ვიცითო ხო ხო მანდაც საინტერესო იყო რომ იგივე დავით კაცარავა და ათობით სხვა შემთხვევა არის როდესაც ადამიანებს მართლა კამერების წინ უტრიალებდნენ სახეებს სახისძულებს უმტრევდნენ და პასაგითხრა პოლიტიკოსების ხა ლევან ხაბეიშვილი პირდაპირ შეათრიეს და ცემეს კი ბატონო ხო და ამაზე თქვენსო ჩვენო აი მეტი რა უნდა ჩვენგანო ხო დავგმეთო ძალადობაო ანუ ეს არის ცინიზმის, აი რუსული ცინიზმის უმაღლესი სტატია, როდესაც ადამიანები ამას აწყობენ, სისტემა ამას უწყობს საკუთარ მოქალაქეებს, არ ვიცი ხა რამდენად გთვლიან ჩვენ საკუთარ მოქალაქეებად, ალბათ რო გთვლიდან ასე ვერ მოიქცეოდნენ და იძახენ რომ დავგმეთ და მეტი რა გვექნა, ხო მაგრამ ვერც ერთი კაცი ვერ აღმოაჩინეს, ვერც ერთი ვერ აღმოვაჩინეთო და მეტი რა ვქნათო, დავგმეთო და ეს იმყოფინეთო. აქ საინტერესო კიდევ ის არის, როდესაც ირაკლი ყობახიძე ამბობს ხა მარტო ადამიანების მონაყოლზე რატო დაიჯერა, ხა ერთი და იგივეს რო ყვება ბევრი ადამიანი ერთი რო ეს დასაჯერებელი ხდება, ხო ერთი თუ რო ყვება გასაგებია, მაგრამ ყვება ყველა დაკავებული თითქოს იგივეს ყვება. მაგრამ მეორე მხრივ ხა წულკენის კომისიამ სხვა რილის მიხედვით დაწერა ის დასკვნები, ხო? იქ დასკვნების დიდი ნაწილი იყო ადამიანები მიყავდათ კომისიაზე და ყვებოდნენ 1000 საშინელებას წინა ხელისუფლებაზე. და როდესაც არასწორ რაღაცას ყვებოდნენ, მე წულუკიანი უსწორებდა, მაგრამ ასე კი არა ისეო. უმეტესობა ხო ასე არის, ხო იქაც ეხა ვინც ციხეში იჯდა, თავის მონაყოლს ყვება, რომ როგორ გვაწამებდა ნაციონალური მოძრაობა ასე შემდეგ და იმათი მონაყოლი
ყველამ დაიჯერა და დასაჭერებელიც იყო, ხო, ალბათ ჩემი აზრით, იმიტომ რომ ნუ იქაც ერთი ადამიანი არ ყვება ასეთ რაღაცებს, ყვება ბევრი ადამიანი და ჩემთვის არწმუნოა, როცა ბევრი ადამიანი ყვება, რომ იყო წამება, ესე იგი იყო, ხო, წამება. და აქ როდესაც ყვება ბევრი ადამიანი, რომ წამება იყო, აქ თურმე დასაჭერებელი არ არის. ხო, ასეთი ორმაგი სტანდარტის მიდგომა. რბილად რო თქვა ორმაგი სტანდარტია, აქ მარტო ის არ ყოფილა და უშუალოდ მე არ მინდა წულუკიანის კომისიის თემაზე მაგაზეც ვისაუბრებ და მოვიყვანე იმის მაგალითად რა, ანუ თვითონ ასე იჯერებ შენ ადამიანის მონაყოლს. იქ აქ რატო არ იჯერებ, ხო მაგრამ? ხო, აი მაგაზეც გავიმეორებ, არა მხოლოდ მონაყოლს იჯერებდნენ, როდესაც ეს მონაყოლი არ ჯდებოდა მათ პროპაგანდისტულ კალაპოტში და ჩარჩოში, ხო? იქ უსწორებდნენ, თვითონ უსწორდა, ასე კი არა ისე იყო, ხო? იქ ძალიან ბევრი საუბარი შეიძლება იმ კომისიაზე, მაგრამ დღეს რა ვითარებაც არის, ხო? ასეთი ვითარება დამოუკიდებელ საქართველოს არასდროს არ ქონია. ახლა შუა საუკუნეებში ნუ გადავალთ, მაგრამ ნუ გავიხსენოთ ჩვენ პირველი რესპუბლიკის პერიოდში გამსახურდიას ხელისუფლება, შევარდნაძის ხელისუფლება, სააკაშვილის ხელისუფლება და მე ივანიშვილის მოსვლიდან დღემდე ასეთი რამ რაც დღეს გვაქვს, მიახლოებით არასდროს არ ყოფილა. ანუ გულისხმობ იმას, რომ პრაქტიკულად ყველა სანქცირებულია და სანქცია ერთი არის, რომ დაიჯერო ის რაღაც საბავშვო ბაღის ვერსია, რომ გვერდჩიან ჭყალებში, ხო? და მეორე არის რომ დაინახო ხო ქართული ასევე საბავშვო ბაღის გამოთქმები არსებობს, ახლა ორი კაცი რაღაცას თუ ამბობს უნდა დაუჯეროო იმას, ხო და აქ ორი კი არა, მთელი მსოფლიო ამბობს პრაქტიკულად რომ ესე იგი ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები აღარ მოქმედებს, დემოკრატიული უკუსლა კი არა, დემოკრატიული ჩამოშლა, ინსტიტუციური თვალსაზრისით სახელმწიფოს მიტაცებასთან გვაქვს საქმე და ადამიანები სანქცირებული არიან იმისთვის, რომ საქართველოში მუშაობენ რუსეთის ინტერესების გასავრცელებლად, ხო? კონკრეტულად ასეთი ადამიანი იყო ფარცხალაძე, რომელსაც ეხლა ცდილობენ გარკვეული საქმიდან გამომდინარე ხელები შეახოცონ, მაგრამ რომელსაც თავის დროზე ხელი დააფარა მთელმა ხელისუფლებამ, ხო? ეროვნული ბანკი იქნებოდა, პრეზიდენტი იქნებოდა თუ სხვა უწყებები. თქმა მინდოდა, იცით რომ, როდესაც ეს ადამიანები ასე პასუხობენ, როგორც ახლა პრემიერ-მინისტრმა თქვა, ხო, ვერავის ვერ შეგვაშინებთ, ვერც ჰააგით და ვერაფრით ვერ შეგვაშინებთ. ან ეს ხო ივანიშვილის პასუხი, გას ამდენი დღე იფიქრეს, ჩამოყალიბდნენ და ივანიშვილის პასუხი, რომელიც გაახმოვანა პრემიერ-მინისტრმა, რომ საერთოდ არ გვაინტერესებს. ანუ ბოლომდე მიდიან დაპირისპირებაში. თქვენი აზრით, რისი იმედი აქვს ივანიშვილს, როცა გავიგე რომ რუსეთი ძლიერია ამბობს და უნდა გვეშინოდეს და დასავლეთის რატო არ ეშინია ივანიშვილს? აი ასე რომ ასე ვთქვათ, ცდილობს რომ პირდაპირ ვაბანგზე წავიდეს. ხო, მე არ გონია რომ ივანიშვილს დასავლეთის არ ეშინია, მე უბრალოდ გონია რომ ივანიშვილი არ არის დამოუკიდებელი მოთამაშე და ის აკეთებს იმას, რაც არის რუსეთის ინტერესებში და რუსეთი ახლა საკუთარ ფეხში არ გაისვრის და სანამ მას იძულებულს არ გახდიან რომ გარკვეულ დათხოვებზე წავიდეს, იქნება ეს უკრაინაში, საქართველოში თუ სხვაგან, რუსეთი თავის ნებით არასდროს არაფერს არ თმობს. რაც შეეხება იმას, რომ არ გვეშინია, გავიხსენოთ თუნდაც ერთი ბოლომდე ძაბავენ, ფაქტია, ხო? ანუ ყველა იქედან წამოსულ სანქციაზე და ასე შემდეგ ეს პასუხი აქვს. ხო, აი მაგალითად დავიჭერთ ოპოზიციას ვიღაცებს ციხეში, აქ აღმოჩნდა იყო, რამდენი სანქცია წამოვიდა, იმდენ ვიღაცა დაიჭერეს, ან დაანონსეს ოპოზიციის აკრძალვა, ანუ პასუხი ასეთი აქვს, ივანიშვილის ტაქტიკა ასეთია. დამიტესებს სანქციას, უარეს ვიზა. მომაწვევი, უარეს ვიზა. ხო, აქამდე მუშაობდა ეგ, მაგრამ მოდი კიდევ ერთხელ შევხედოთ, ამ ტიპის დაპირისპირებაში ძალიან უთანასწორო ძალებია, ხო, მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ კაცობრიობის ისტორიაში რამდენიმე სახელმწიფოს უომია და ყველაზე დიდ სახელმწიფოებს და ყველაზე დიდ იმპერიებსაც კი არ გასცვლიათ. ის რასაც ახლა ივანიშვილის ცდილობს, ხო თუ დავიჯერებთ რომ ის მართლა დამოუკიდებელი სუვერენული მოთამაშეა და ვითომ ქართული ხალხის სახელით კი საუბრობს, მაგრამ დრო დაუშვათ რომ მართლა ასე იყოს, ხო? ვის უპირისპირდები? მთელ სოფლიოს უპირისპირდები? იმიტომ რომ ზედაპირულად ხო ამბობენ რომ რუსეთი ოკუპანტია. დანარჩენი სოფლიო თურმე ამათ ებრძვის და ანუ ვისი მედად ვართ? რისი მედად ვართ? მართლა ასე რომ იყოს, ხო? თუმცა ვიმეორებ დღეს ასევე და ბოლო დღეებში გაამჟღავნეს ის, რომ მართლა დიდი იმედგაცრუება და ძალიან დიდი შფოთია შიგნით მათ ბანაკში. თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკაზე ისევ ამბობენ, რომ იმედგაცრუება გვაქვს, ხო? ეხლა ბევრად მეც მოველოდითო საპარლამენტო დელეგაცია იყო, იმ დელეგაციას რა უთხარიან, ვისაც ისინი შეხვდნენ, ხო? ანუ კომიკურ დონეზეა ეს ყველაფერი. სამაგიეროდ მიხეილ ყავევაშვილი განაცხადა, რომ ჩემი მეუღლე დაპატიჟა ტრამპის დიდი გარღვევა. ტრამპის მეუღლემ დაპატიჟა. უდიდესი გარღვევა არის ეს, რა თქმა უნდა. ხო, ნუ აი
უბრალოდ სასაცილოა სად ვიყავი და სად ვარ თან ჩვენთან მოქმედი პრეზიდენტები, მოქმედი ვიცე-პრეზიდენტები, მომავალი პრეზიდენტები ჩამოდიოდნენ, უშუალოდ პროექტებს ხსნიდნენ, რაღაცას გვპირდებოდნენ და ასე შემდეგ და დღეს რაღაც მესამე ხარისხოვანი ოცნების პოლიტიკოსი ჩადის და ისეთ წარმომადგენლებს ხვდება ამერიკის ხელისუფლებისა, რომლის სახელი და გვარი და თანამდებობა არ იცის ბევრმა, ხო? და ამის იმედად ყოფილან თურმე. ცხადია ძალიან დიდი იმედგაცრუება აქვს და შევახსენოთ ტელემაყურებელს, რომ ივანიშვილი პირდებოდა თავის წრეს, ვისაც სამწუხაროდ ძალიან ბევრი დანაშაული ჩაადენინა, რომ აი 20 იანვრამდე მაცალეთ 2025 წლის 20 იანვრამდე, როცა ტრამპი შევა თეთრი სახლის თეთრ სახლში და ყველაფერი ძალიან მალე დაალაგდება. ხო იყო ეს პირდაპირ გაცხადებული იყო ეს პოლიტიკა, ეს მოლოდინი, რომ აი ტრამპი მოვა თეთრ სახლში და ჩვენი პრობლემები გადაწყდება. უკრაინაში ომი დასრულდება, იგულისხმებოდა რუსეთის გამარჯვებით და ჩვენც დავალაგდებით ამერიკასთან და გავიდა წელიწად ნახევარი ლამის იმის მერე და არათუ არაფერი არ იცვლება, არამედ მათი ვითარება უარესდება, იმიტომ რომ რა ვიცი, ხა აფერისტების არ სჯერათ. ხო როგორ შეიძლება დაიჯერო რომ ოცნება არის თუნდაც იგივე ოჯახური ღირებულებების დამცველი ძალა, როდესაც 5 და 6 წლის წინ ზუსტად წელი არ მახსოვს, როდესაც გამოვაგდეს ევროპელი სოციალისტებიდან, რომლებიც რადიკალურად განსხვავებულ სოციალურ პლატფორმაზე დგანან და რადიკალურად განსხვავებულ იდეებს გადაგებენ. ანუ იქიდანაც რეალურად გამოვაგდეს ესენი, ხო? გამოვაგდეს სხვა რაღაცის გამო. იმიტომ კი არა ოჯახურ ღირებულებებს გადაგებდა ოცნება. არამედ იმიტომ რომ თავისი არსით ანტიდასავლური იყო. ხო და ნუ არ იჯერებენ ამას. ადამიანები ეურთიერთებიან, კი, ამერიკა ეურთიერთება დიქტატორებსაც, მაგრამ დიქტატორებს, რომელსაც აქვთ თავისი სიტყვის შესრულების უნარი, ხო, ან რომელიც არიან დამოუკიდებელი ტიპები, ასე ვთქვათ, რომ სხვებს თუ ელაპარაკებით, ჩვენ რატო არ ველაპარაკებთ? რა ვიცი, ორბანს ელაპარაკებენ, იმიტომ რომ ორბანი შეიძლება ჩვენთვის მრავალმხრივ მიუღებელი იყოს დღესდღეობით, მაგრამ დამოუკიდებელი პოლიტიკოსია, რომელსაც თავის პოლიტიკურ კარიერაში რამდენიმეჯერ შეუცვლია თავისი ვექტორი, ხო და ივანიშვილი ძალიან თანმიმდევრულია იმ თვალსაზრისით, რომ ის აკეთებს იმას, რასაც ძალიან მიზანმიმართულად, თანმიმდევრულად ავალებდნენ და ჯერ დაიწყო იმით, რომ გამოშიგნა, ასე ვთქვათ, ჩვენი უშიშროების და უსაფრთხოების სისტემა, რაც არ იყო ხილვადი ზედაპირზე, იმიტომ რომ ზედაპირზე მაშინ ასოცირების ხელშეკრულებას ვაწერდით ხელს. მერე გაგრძელდა ეს სხვადასხვა ტიპის პოლიტიკური დევნა იქნებოდა, მედიების დევნა იქნებოდა და 2022 წლიდან უკვე ისეთი ვითარება შეიქმნა, როდესაც მას შეეძლო პრაქტიკულად კარტი გაიხსნა და ეს გააკეთა კიდევაც. მაგრამ მას უკვე აი ეხლა მან ხوارგაჩვენოთ რომ მაინც მოახერხა საზოგადოებას ძალიან მძაფრი რეაქცია ჰქონდა თავიდან, ხო 2023-ში ივანიშვილს ეგონა რომ რაღაც აი ენჯოების წინააღმდეგ კანონს ვიღებდა ვინ გამოვა, მაგრამ გვახსოვს ხო რამდენი ადამიანი გამოვიდა. მე მეორეჯერ რომ შემოგვრო 2024-ში რამდენი 2024-ის დეკემბერში, უბრალოდ ნოემბერში, 28 ნოემბერში როცა განცხადება გააკეთა, ასევე უამრავი ადამიანი. მაგრამ ამის მერე იმდენი იმუშავეს, იმდენი ლანძღეს დასავლეთ ევროკავშირი, რომ ხარ ფიქრობ და შეაგუეს ხალხი იმას, რომ დასავლეთის მიმართულება დასრულებულია უკვე ამ ხელისუფლებისთვის და გაპროტესტებასაც აზრი აღარ აქვს. ნუ მათი ხელიდან დასავლეთის მიმართულება რა თქმა უნდა მყარია დიდი ხნის. ხო, მაგრამ ადრე ამაზე რეაქცია იყო და ეხა რეაქციაც აღარ აქვს, ხო, დიდი. უბრალოდ ეხლა ხალხი არის შეგუების არა, გადაწყობის რეჟიმში მე ვიტყოდი, ვინაიდან ჩვენ ადრე ვიყავით მაინც იმ ტიპის სახელმწიფო, სადაც იმის ილუზია მაინც არსებობდა, რომ ქუჩაში თუ გამოხვალ შეიძლება ხელისუფლება მანგარიში გაგიწიოს. ან არჩევნებზე თუ წახვალ, იმის შანსი არსებობს, რომ ხელისუფლებას მოუგო და ეხლა ბოლო 2 წლის განმავლობაში საზოგადოება მიხვდა, რომ არჩევნებს აზრი აღარ აქვს, ვინაიდან არ ტარდება ეს არჩევნები. კი ქვია არჩევნები, მაგრამ არ ტარდება და ქუჩაში რო გამოხვიდა და 300,000 კაცი რო იყო, ითქვა, რომ 7-800 კაცი გამოვიდა. ანუ ამ ხრივაც აბსურდში გადაგვიყვანეს. ანუ საზოგადოება ეხლა არის გადაწყობის რეჟიმში, ვიმეორებ, არ არის აუცილებელი, რომ ერთი და იგივე მეთოდებით და ერთი და იგივე სწორხაზოვნებით იმოქმედო. თავარი არის ამოცანა და ამოცანა არის ამ ქვეყნის გათავისუფლება რუსული ინტერესების გავლენისგან და ამ ქვეყნის დაბრუნება ევროპულ გზაზე და ძალიან ახლოს ვარ ჩვენ. ანუ ისტორიულად ასე ახლოს ევროპასთან ჩვენ არასდროს არ ყოფილვართ. ეხლა მითიური დრო არ ვიცი როგორ იყო დავითის და გიორგი ბრწყინვალის დროს, როცა ჯვაროსნებთან ერთად ვიბრძოდით, მაგრამ ნუ აი თანამედროვე ისტორიაში მსგავსი არასდროს არ ყოფილა. ეს იქნება ისტორიული დანაშაული თუ ჩვენ ეს შანსი ვერ გამოვიყენეთ.
ხო, მაგრამ ამ ვითარებაში ხო არ ფიქრობთ რომ პროპაგანდამ იმ კუთხითაც იმუშავა, რომ აი ყოველდღიურად ისინი დაუდერგავენ, რომ აი დასავლეთიც ისეთივე ცუდია, როგორც რუსეთი, არაფრით ჯობია, ისიც იმპერია, ყველას თავისი ინტერესი გასაგებია ეს. ასე ხო პოლიტიკაში ყველას თავისი ინტერესი აქვს და მათ შორის დასავლეთსაც და ამერიკასაც, მაგრამ აი ხა იმედს მაგალითად ყოველკვირა აკეთებენ გადაცემას, რომ ევროპაში რაღაც ცუდი რაღაცები ხდება და ამ პროპაგანდამ ის დამოკიდებული რაც იყო დასავლეთის მიმართ ხო არ შეცვალა როგორ ფიქრობთ მოსახლეობის ნაწილში? მე მგონი რომ ხო პროპაგანდას რა თქმა უნდა თავის გავლენა გააჩნია, მაგრამ მე მგონი ადამიანებს ზურგის ტვინის დონეზე ქართულს ვერ მოატყუებ. ყველა კარგად ხვდება, რასთან გვაქვს საქმე. აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ ყველა თავის ინტერესიდან გამომდინარე მოქმედებს. ახლა აბა ჩვენ ვის ინტერესიდან გამომდინარე მოქმედებთ? ხო, ანუ ყველა ადამიანი, ყველა სახელმწიფო მოქმედებს საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე, მაგრამ ამას როგორ აკეთებს, ეს არის განსაზღვრელი. რუსი მოდის და ან გინგრევს ქვეყანას, ან მაგალითად იგივე ჩვენ ეკლესიებს ათეთრებს და რაღაც თავის იმას თავისებურ რუსულ გუმბათებს ადგამს, ისეთ სიწმინდეს მაგალითად, როგორც არის ილორის ტაძარი, ხო? და ამერიკელი მოდის და გეუბნება, რომ მე მოგცემ ფულს ან დაგეხმარები იმაში, რომ შენი კულტურული მემკვიდრეობა. ან რუსეთი გეუბნება, თუჩევსკენ არ იქნები გაგლახავ, ამერიკელი გეუბნება, თუჩევსკენ იქნები დაგეხმარები. კი ბატონო, ხო, ასეთი განსხვავებაა, ხო და ისინი გეუბნებიან, რომ იმას ხო აქვს ამერიკას თავისი ინტერესი, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ინტერესს გამოხატავს იმ ფორმით, რაც თანხმედრაშია საქართველოს ინტერესებთან. და რუსი გეუბნება, რომ თუ ჩემთან არ იქნები, მაშინ მოკლავ, გაგანადგურებ, მიწასთან გაგასწორებ, ტერიტორიას წაგართვევ და გადაგაგვარებ. აი, ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია, ამასაც ყიდია, ხო, თითქოს ამერიკა და დასავლეთი არის გადაგვარება და რუსია არის სულიერება. ამაზე უფრო დიდი სატანისტური სახელმწიფო ალბათ არ არსებულა. პატრიარქი ყავთ, პატრიარქი რო ქვია, ჩვეულებრივი ის არის ჯიბგირია, რომელსაც კონტრაბანდის ბიზნესი ჰქონდა სხვადასხვა მიმართულებით და რომელიც დღემდე არ აღიარებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სრულ ტიტულატურას, ხო? ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამოციქულო ეკლესიის იურისდიქციას, ასე ვთქვათ, არ აღიარებს აფხაზეთის ტერიტორიაზე. ყოველ წელს ულოცავს ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებლობას, ხო? და ჩვენ მაინც ვებღაუჭებით, მაგრამ ჩვენ რა ის პროპაგანდისტები, ქართულენოვანი რუსი პროპაგანდისტები ებღაუჭებიან ამ ვითომ სულიერებას და ვითომ ერთმორწმუნეობას და არ არიან ეგენი ერთმორწმუნეები. ეგეთი არაქრისტიანული ქვეყანა არც დღევანდელ ევროპაში ხარ, სარწმუნოება პირველ ადგილზე რო არ დგას, კი ბატონო, ეს ვიცით, ასეა და რისი ბრალი ამაზე ხა ჩვენ ვიმჟერებთ, მაგრამ ბევრად უფრო ტრადიციული არის ევროპა ვიდრე რუსეთი. ბევრად, ყველა მიმართულებით, აი რა კატეგორიაც არ უნდა ავიღოთ, ხო? ყველაფერი ფარისევლობაა რუსეთში. შესაბამისად, ის ახლა როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პროპაგანდის როლზე, ამაზეც გვისაუბრია და კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, პროპაგანდაზე დგას არა მხოლოდ ივანიშვილი და მისი გარემოცვა, არამედ მთლიანად რუსეთი პროპაგანდაზე დგას. თავარი გავიხსენოთ, ხო, 2022 წელს, როდესაც პუტინი შევიდა უკრაინაში, მისი თავარი იარაღი არა ის ტანკები და რაკეტები იყო, რომლითაც მან უკრაინას შეუტია. არამედ იყო პროპაგანდა, რომლის მიხედვითაც ადამიანებს უნდა ეფიქრათ, რომ რუსეთი თუ მოდის, ხელი უნდა აწიო და დანებდე. და რა მომენტშიც უკრაინამ ეს არ გააკეთა, ჩამოიშალა ეს მითი. 4 წელია სოფლიოს მეორე არმია ბჭყალებში ებრძვის ერთ ქვეყანას, რომლის არსებობას, ეროვნულ იდენტობასაც კი არ აღიარებს პუტინი. ამაზე კარგი ხუმრობა აქვს უკრაინელებს, სოფლის მეორე არმია უკრაინის ტერიტორიაზე. უკრაინის საზღვრებში მეორე არმია, ხო, კი ბატონო. მოკლედ, მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის. ზაზა ბიბილაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, ჭავჭავაძის ცენტრის ხელმძღვანელი. ჩვენ გვექნება რეკლამის შემდეგ ლელოს წარმომადგენელი იქნება ჩვენი სტუმარი. რატომ მოითხოვა ლელომ დიალოგი ხელისუფლებასთან და რა პასუხი მიიღო ხელისუფლებისგან? ამაზე ვისაუბრებთ რეკლამის შემდეგ. აშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით, გადაცემის ამ ნაწილში ვისაუბრეთ ლელოს ინიციატივაზე. იცით, რომ გუშინ ლელო გამოვიდა ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყების ინიციატივით. აუცილებელია გადაილახოს ურთიერთდაპირისპირების, ურთიერთგანადგურების დამანგრებელი ლოგიკა და დაიწყოს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები ქართულოცებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. ნათქვამი იყო ლელოს განცხადებაში. ამ განცხადებას, გასაკვირი არ არის, რომ უარყოფითად შეხვდნენ ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი შეხვდა, თუმცა ასევე უარყოფითი დამოკიდებულება მიიღო ლელომ ხელისუფლებისგან. ჯერ შალვა პოპოშვმა თქვა გუშინ ლელოს ჩვენთან და
ჩვენ მათთან სალაპარაკო არ გვაქვს, ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მათი ზოგიერთი წევრის სისხლის სამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებული საქმეებიაო, თქვა პაპუაშვილმა, ხოლო დღეს ირაკლი კობახიძემ გააკეთა ასეთი განცხადება, ახლა წაგიკითხავთ, ლელო ცდილობს თავი დაიხსნას საკონსტიტუციო სარჩელისგან, მაგრამ მე ეჭვება თავი დაიხსნა. ეს თავის დროზე მოახერხა გახარიას პარტიამ, როცა პარლამენტში შევიდაო. მოკლედ პარლამენტში არ შეშვლას არ უიწყებს ხელისუფლება ლელოს, მამუკა კაციტაძე არის ჩვენი სტუმარი, ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი. მოგესალმებით ბატონ მამუკა. მოგესალმებით მერაბ და მივესალმებით ტელემოყურებელს. მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მოდი დავიწყოთ თავიდან, რატო გადაწყვიტეთ, რომ აი ასე უცებ გამოსულიყავით ამ დიალოგის მოწოდებით. კი ბატონო. სულ ერთი წუთით მერაბ დასაწყისში უბრალოდ საზოგადოებისთვის მინდა ინფორმაციის მიწოდება, რომ გუშინ გაიმართა ლელო ძლიერი საქართველოს ლიდერთა სათათბიროს ხდომა. ეს არის დიდი ორგანო, საწესდებო ორგანო პარტიისა, სადაც პოლიტსაბჭო, სამდივნო ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელები, წარმომადგენლობით ორგანოებში ჩვენი წევრები, საკრებულოებში და ასე შემდეგ, ერთიანდებიან ყველა ერთად და გარკვეული პერიოდულობით ვიკრიბებით ხოლმე და ვიხილავთ იმ ეტაპისათვის მნიშვნელოვან საკითხებს. ბუნებრივია, რომ ეს განცხადება არ ყოფილა ერთადერთი გუშინდელ ამ შეხვედრაზე, იყო სხვა საკითხებიც, მათ შორის 19 თებერვალს გაკეთებული განცხადება ჩვენი, რომ არ ვაპირებთ რაღაც ამა თუ იმ პოლიტიკურ ალიანსებში შესვლას, რომელიც შემდეგ მიდის ერთ საარჩევნო სუბიექტამდე, ან მით უმეტეს არ მიდის და ეს პოზიცია კიდევ ერთხელ იქნა ჩვენს მიერ განხილული ადგილობრივ ლიდერებთან ერთად. ამის შემდგომ ბუნებრივია უკვე საუბრის თემად იქცა ის მდგომარეობა, რაც არსებობს ზოგადად მსოფლიოში, პოლიტიკური სიტუაცია, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, უბრალოდ რუქას რო დახედავ, ჩრდილოეთის მხრიდან ომია, უკვე 4 წელია მიდის და უბედურება ხდება, სამხრეთის მხრიდან მეორე ომია, ისრაელი, ირანი, ამასობაში კიდე შუაში მოხდა იქ ვენესუელის მოცემულობა, 1000 სხვა დაძაბულობები და აგერ ჩვენს რეგიონში 30 წლიანი ომი დასრულდა. და ერთმანეთს ხელი ჩამოართვა აზერბაიჯანმა და სომხეთმა. ჩვენ ქართველები იმ დონეზე მივედით ამ ხელისუფლების გადამკიდე, რომ დამლაპარაკებელი აღარ აქვს უკვე არავინ, ძალიან რომ მოუნდეს და ნუ თუ სადმე ვინმე წავა, ძირითადად აზიის მიმართულებით ან პანაშვიდზე, ან რაღაც ეგრეთ წოდებულ ფორუმებზე და ამას გარდა თავი დავანებოთ გარშემო რა ხდება, ქვეყანაში რა ხდება, ამას ვხედავთ. რომ გაყალბებული არჩევნების ფონზე მუდმივად ესკალირდება კრიზისი, მატულობს და მატულობს პერმანენტულად პატიმართა რაოდენობა ციხეებში, როგორც პოლიტიკური ლიდერების და ასე შემდეგ აქტივისტების, სამოქალაქო აქტივისტების. დევნა მიმდინარეობს პოლიტიკური ლიდერებისა პარალელურად, საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს პოლიტიკური პარტიების აკრძალვას და ზოგადად არსებობს სამოქალაქო დაპირისპირების სერიოზული საფრთხე. ასეთ დროს მე ვფიქრობ, რომ პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ უნდა იფიქროს შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით დეესკალაციაზე პროცესის და უკეთესი ფორმა დეესკალაციისა, ვიდრე არსებობს დასხდომა და მოლაპარაკება, არ არსებობს. ჩვენ კი არა საქართველოში, რა ვიცი, უკრაინა რუსეთს ელაპარაკება, ვენესუელა ამერიკას ელაპარაკება, ირანი ისრაელს ელაპარაკება, ზოგი მოდერატორის მეშვეობით, ზოგი მის გარეშე და ახლა ჩვენ რა გვიხდა ისეთი, რომ დეესკალაციის მიზნით და არა მოლაპარაკების რეჟიმების ისტორიაც გვახსოვს, ხო, ჩვენ ქართული უახლოესი ისტორიიდან, რა შედეგები მოყვა ამას, ამიტომ მივედით ლოგიკურ დასკვნამდე, რომ თუ რამე დაალაგებს, განმუხტავს, ესკალაციას შეწყვეტს და განვითარების გზაზე დააყენებს ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს ქვეყანას, ეს არის მოლაპარაკების მაგიდა. როგორ გითხრათ, სასიამოვნოდ წინ უსწრებდა თუ დაემთხვა ამ ჩვენს განცხადებას და ბუნებრივია ახლა ეს განცხადება გუშინ არ შექმნილა, რომ აზრად მოგვივიდა და ეგრევე გამოვაცხეთ განცხადება. ამ თემაზე ჩვენ ნაფიქრი გქონდა როგორც პოლიტსაბჭოზე, ასევე ადგილობრივ ლიდერებთან ერთად და ამის პარალელურად ჩვენ ძალიან ახლო წარსულში, სულ რაღაც რამოდენიმე დღის წინ ნახეთ ყველამ ერთად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაცია დავალება ეგრეთ წოდებული მოსკოვის მექანიზმის სამუშაო ჯგუფისადმი, რომ დაეხმარეთ საქართველოს, რომ შეიქმნას რაღაც მოლაპარაკების ფორმატი, იმიტომ რომ ეს სიტუაცია, ამ სიტუაციის ამ ფორმით გაგრძელება
არ შეიძლება და უნდა მოიძებნოს რაღაც სიტუაციის ნორმალურად განვითარების, რაღაც არხში ჩაყენების საშუალებაო. Ну, ბუნებრივია ახლა არავინ არა ვართ, მე ამიტები მერაბ, რომ არ ქონოდა იმის ფიქრი, რომ მას მოყვებოდა იმ ტიპის რეაქციები და იმ ტიპის კრიტიკები, როგორიც მოყვა. რა აზრი ქონდა მაშინ, რა დატვირთვა ქონდა, თუ არც ოპოზიციის დანარჩენი ნაწილისგან ქონდათ იმედი, რომ აყვებოდა თამაში და არც ხელისუფლებისგან ქონდათ იმედი, რომ დაგთანხმდებოდა. ისეთი საბჭოილობა მრჩება, რომ ის ორი სიტყვა, რომელიც ჩემთვის ძალიან დიდ მნიშვნელობას ატარებდა, გამოგრჩა, როცა ვსაუბრობდი, ეს არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა უნდა ეძებდეს იმ გამოსავლებს, რაც არ უნდა არაპოპულარულად უშედეგო გასროლას რა აზრი აქვს, ხო? არა, მცდელობას ყოველთვის აქვს აზრი, მერაბ, მაპატია. დღეს რა პასუხიც მიიღეთ ხელისუფლებისგან. ამის მერე ვფიქრობთ, რომ სწორი იყო. უფრო სწორი იყო და რატომ? თუ იმას ვიტყვით, რომ უშედეგო ინიციატივას რა აზრი ქონდა და ამას მივმართავთ ამ ისრებს ლელოსაკენ, მაშინ იგივე ისრები უნდა მივმართოთ ჩვენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისაკენ, რომ მან თქვა, რომ მოძებნეთ დიალოგის ფორმა ერთმანეთთან და ხელისუფლებას. არა მხოლოდ, მან არ მოუწოდა. პირველ რიგში ხო ხელისუფლება არა მერაბ, მან დავალება მისცა მოსკოვის მექანიზმის სამუშაო ჯგუფს, რომ იმუშავეთ ამ მიმართულებითო. თქვენ რა გონიათ, რომ გარანტირებული იყო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, რომ ამას მიიღებდა ქართული ოცნება და უცებ აღასრულებდა, მაგრამ როცა გრძნობ პასუხისმგებლობას, როცა ვალდებული ხარ გამოსავალზე იფიქრო და პოლიტიკური პარტია არ არის პასუხისმგებლობისაგან თავისუფალი სტრუქტურა, ხო? მოქალაქეს თავისი პასუხისმგებლობა აქვს, მოქალაქეობრივი პარტიას თავისი პასუხისმგებლობა აქვს, პოლიტიკოს თავისი ინდივიდუალური პასუხისმგებლობა აქვს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ეს შეთავაზება ხელისუფლებისთვის არ გავიკეთებია. ეს არის ლელოს განცხადება და განცხადება პირველ რიგში ეს არის პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირება ყველა იმ ადამიანის გასაგონად, ვისაც მოიაზრებთ. ხელისუფლებამ ეს აღიქვა როგორც სისუსტე, ხო, აქეთ ამ მხრიდან და დაიწყო რაღაც ისეთი იქედნური განცხადებების კეთება, წავიდნენ სასამართლოს ელაპარაკონ და ასე შემდეგ, ხო? მერაბ, მაგასაკიდან კარგახნის გამოსული ვარ, რომ ხელისუფლებების იქედნურ განცხადებებზე კორექტირება გაუკეთოს საკუთარ მოსაზრებებს, რა. მე ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში ისე ვითარდება მის გარშემო და მასში პირადად ამ ქვეყანაში ისე ვითარდება და ესკალირდება პოლიტიკური პროცესები, რომ შეიძლება ძალიან ფეთქებადი განვითარება პოს და ასე დროს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ორგანიზაცია უნდა გრძნობდეს საკუთარ როლს, მისიას, ამოცანას შესაძლო განმუხტვასთან დაკავშირებით და მცდელობა არ უნდა დაიშუროს. ეს იყო და ეს არ დააყოვნა რეაქციამ. ზოგიერთმა ისიც კითხვა, რომ ჰააგისკენ მიმავალი გზა დაამოკლა ამ ინიციატივამო, უпроსორი დააგრძელა ამ ინიციატივამ ლელოსამო, ლელომდე ეს ყველაფერი ეუთომ დააგრძელა, როგორც ასეთი, მაგრამ დღეს პაპუაშვილმაც და კობახიძემაც ისედაც მოკლეგზა მათი ჰააგამდე კიდევ უფრო დაამოკლეს და სხვა შორის ძალიან საინტერესო იყო. დღევანდელი კომენტარი კობახიძის ჩვენდამი დაკავშირებული, ანუ ლელოს ინიციატივასთან დაკავშირებულს წინ უძღოდა მთელი 8 პუნქტიანი უარყოფა იმ შეფასებებისა, იმ წინადადებებისა, იმ რეკომენდაციებისა, თუ გნებავს იმ დავალებებისა, რომელიც წარმოადგინა მოსკოვის მექანიზმის სამუშაო ჯგუფმა და ის 8 პუნქტში ჩამოვაყალიბა, რომ აქ მართლები ვართ, აქ მართლები ვართ, აქ მართლები ვართ, ჩავიდა ბოლოში და ბოლოს უკვე კითხვა დასმული, არ ვიცი, იმედის თუ რუსთავის მიერ, ნუ კარგად მოგეხსენება მათი დასმული კითხვა, რასაც შეიძლება ემსახურებოდეს, თქვა ის, რაც თქვა, სხვა შორის საზუსტებაში კობახიძემ ერთი რამ თქვა კიდევ, რომ დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს რა გადაწყვეტილებას მიიღებსო, თუმცა პაპუაშვილმა ამასაც გაასწრო. პირდაპირ კრიმინალები გვიწოდა იმ პარტიებს, რომელთა საკითხი ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოს არ განუხილავთ. ხო წარმოგიდგენიათ თქვენ საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი, როდესაც დაკვეთას იღებს პარლამენტის თავმჯდომარისგან და პრემიერ-მინისტრისგან. ამ ფონზე მით უმეტეს რა მამუკა, როცა ხელისუფლება უკან არიხევს არც პოლიტპარტნიორების განთავისუფლების საკითხში, უკან არიხევს არც პოლიტიკოსების დევნის საკითხში, ხო? თქვენი ლიდერების წინააღმდეგაც საქმეები აღძრული.
უკან არიხევს არც აი ამ თქვათ ევროპასთან ურთიერთობის საკითხში და უკან არიხევს პარტიების აკრძალვის საკითხში. არაფერზე უკან არიხევს და თქვენ დიალოგს თავაზობთ. ეს სუსტის პოზიციით. ხო, სუსტის პოზიციიდან გაკეთებული განცხადება ხო არ არის? თავისუფალი ხარ შენ დაკვალიფიცირებაში ეს რის გამოხატულება? ხო, თავისუფალი ხარ მეთქი და მე უფრო ამას დავარქმევდი პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალის პოზიციას და არა სხვა რამეს, რომელიც გრძნობს პასუხისმგებლობას, გრძნობს ხიფათს და მცდელობას არ აკლებს ამ დაძაბული სიტუაციის განმუხტვისათვის და იქვე სთავაზობს კონკრეტულ წინადადებებს. პირველ რიგში კიდევ ერთხელ ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს გაყალბდა, ეს ნათქვამია ჩვენს განცხადებაში, ის რომ დღესდღეობით არის პოლიტიკური კრიზისი უაღრესად გამწვავებული, ის რომ პატიმრები გასათავისუფლებელია უპირობოდ და ის რომ ამ კრიზისული სიტუაციის ერთადერთ სწორ განმუხტვის გზად მიგვაჩნია სამართლიანი არჩევნების, ახალი სამართლიანი არჩევნების დანიშვნა. ეს წერია ამ განცხადებაში. იმედია კარგად გაქვთ ხო წაკითხული ეს განცხადება. რა ვთქვით ისეთი, რომელიც არ მოგისმენიათ ზოგადად საზოგადოების მხრიდან? არა, არაფერი, უბრალოდ აქ ამ სიტუაციაში კიდევ ერთხელ გამოვიდა, როცა მithumetes ეს გამოქვეყნდა EUTO-ს, აღარ რომელიც საკმაოდ წვავე იყო და იქ ხააგა იყო ნახე პასუხისმგებლობა, რომ ჩათვალეს რაღაცა მაშველი რგოლი გადაუგდო ლელომ ხელისუფლებას, ლელომ თუ EUTO-მ? ხო, ამ შემთხვევაში იყო ლელოს საუბარი, რომ ლელომ გადაუგდო. რატო EUTO-მ ხო უფრო ადრე თქვა ეგ? ხავი ხა EUTO ხო არის ჩვენი პოლიტიკის მოთამაშე. აქ არის საუბარი შიდა პოლიტიკაში რა ხდება, ბატონო. EUTO პოლიტიკის მოთამაშეა, ლევან, ჩვენ შიდა პოლიტიკაზე ვლაპარაკობ. ამ შემთხვევაში ანუ აქეთა მხრიდან, როდესაც ასე აღიქვა, მაგრამ აი ქართული ოცნება დადგა რაღაც მორიგი, ასე ვთქვათ, ხიფათის წინაშე და ჩვენ განმუხტეთ სიტუაცია. ლელომ გადაუგდო შორგოლი, აგერ მოდით დაველაპარაკეთ, რომ მე უთხრას ლელომ ევროპელებს, უთხრას EUTO-ს, მე რომ აი თქვენი ერთი რეკომენდაცია ხო შევასრულე, აგერ ლელოს ველაპარაკები ან ვიღაცას. თუმცა აღმოჩნდა რომ მას ლაპარაკი არ უნდა, მაგრამ ბოდიში ლევან რა რეკომენდაცია შეასრულა ახალი არჩევნების დანიშნვის უთხრას ის რაზეც თქვით რომ დიალოგი დაიწყო აი დიალოგი ხო დავიწყე ანუ შექმნას იმიტაცია რომ რაღაცებს ვასრულებ აგერ დიალოგი დავიწყე და თქვენ რა გონიათ რა გონიათ ეს დიალოგი ხელს უნდა გადაწყვიტა რომ EUTO-სანაც ესკალაციაში შევიდეს და რატომღაც არა ლევან ვინც ოდნავ მაინც ერკვევა პოლიტიკაში დაახლოებით პროგნოზირება შეეძლო შესაძლო ამ ვარიანტისა, რაც დღეს მოვისმინეთ ჩვენ პარლამენტის ეგრეთ წოდებული თავმჯდომარისა და ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრის მხრიდან. დაახლოებით ეს ყველაფერი იკითხებოდა, მაგრამ ამასთანავე იკითხებოდა ერთი რამე, რომ ამ ქვეყანაში ისეთ ავტორიტეტულ სტრუქტურებს, როგორიც არის EUTO და მოსკოვის მექანიზმის სამუშაო ჯგუფი, ყავს მომსმენი, გამგონე და ამ იდეის განვითარებელი, რამდენად შემსრულებელი და აღსრულებელი, ეგ კიდე სხვა საკითხია, იმიტომ რომ ეს მარტო ჩვენზე არ იყო დამოკიდებული. ხო, რა თქმა უნდა. თქვენ დააყენეთ პირობად პატიმრების გათავისუფლებაა ადამდელი არჩევნები, სამართლიანი ადამდელი არჩევნები. პირობად არ დაგვიყენებია მე რა. ნუ მოლაპარაკების საგნად. ხო, არც მოლაპარაკების საკითხად. მაპატი რა, სწორი კვალიფიკაცია. სწორი კვალიფიკაცია მივცეთ. მოლაპარაკების მაგიდასთან სამსჯელოდ დავაყენეთ ახალი სამართლიანი არჩევნების თემად, ხო? ხო, მოლაპარაკების თემაა, მაგრამ მოლაპარაკების თემად არ დაგვიყენებია მე რა ჩვენ პატიმრების განთავისუფლება. ჩვენ პირდაპირ გვიწერია ეს ფრაზა, პარალელურად პატიმრების გათავისუფლება. პატარა კონსულტაცია ტელემაყურებელს შენ არ გჭირდება ეგ მომენტი, ვისაც ჭირდება, პარალელური არის ორი წრფე, რომელიც არასდროს არ იკვეთება ერთმანეთთან. ეს არ არის პირობა და რატო არა პირობა მაშინ? ბატონო, პატიმრების გათავისუფლება პირობად რომ დაგეყენებინათ, უფრო სწორი არ იქნებოდა. არ იქნებოდა უფრო სწორი, იმიტომ რომ თუ ხელისუფლება ჩათვლის, რომ კრიზისის განსამუხტად დიალოგი არის საჭირო და აუცილებელი, მან უნდა გადადგას ის ნაბიჯი, რომელიც მარტო მის ხელშია, მას მოლაპარაკება არ ჭირდება და ამისთვის სასურველი წინაპირობა შექმნას, ანუ ფონი შექმნას იმისათვის, დიალოგის დაწყებამდე ფონი შექმნას დიალოგისთვის. კი ბატონო, ამას ნიშნავს პარალელური პროცესი. ნუ კი ბატონო, მაგრამ ამე მაინტერესებს არჩევნებთან დაკავშირებით, როცა თქვენ ამბობთ სამართლიანი არჩევნებს, რას გულისხმობს თქვენთვის სამართლიანი არჩევნები დღეს? მე რა დაახლოებით შეიძლება საარჩევნო საკითხი მაქვს შემიძლია ითხრა. ეხლა მე რო დავიწყე დილამდე ვერ გამაჩნია. თავარი რაღაცები მითხარით. ანუ აი წარმოვიდგინოთ ერთი წუთი, მე ყველაზე მეტად დამაინტერესა, რომ დაგთანხმდათ ოცნა მოლაპარაკებებზე.
და თქვენ უყედებთ სამართლიანი არჩევნების პირობას. რა პირობაა ეს? მოკლე აღწერისთვის მე რა 3 წუთი არ დამჭირდება, იმიტომ რომ ან ძალიან მოკლედ უნდა ვთქვა, ან ძალიან ფრთლად უნდა ვთქვა. ბუნებრივია დაწყებული, ახლა იცი შენ რომ საარჩევნო საკითხებთან შენობით ვარ, როგორც ასეთი და ამიტომ როცა ვსაუბრობთ საარჩევნო საკითხებზე, აქ არის დაწყებული საარჩევნო ადმინისტრაციიდან გაგრძელებული იმ დამახინჯებული საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურა ხელისუფლებამ, კიდევ უფრო გაგრძელებული სადამკვირვებლო მისიებით, როგორც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებით, ასევე შიდა სადამკვირვებლო მისიებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები და ასე შემდეგ. საკითხი შეიძლება იყოს უამრავი, მაგრამ ამ უამრავ საკითხთა შორის იქნება პრიორიტეტული საკითხები და ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული საკითხი მე უკვე ერთი ახსენე, ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის, ანუ ობიექტური საარჩევნო ადმინისტრაციის, ნეიტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის მომენტი და ის საკითხი, რასაც დავების თემა ქვია, რომელიც არის ერთგვარი შიდა სასამართლო საარჩევნო ადმინისტრაციისათვის. ამას გარდა ის თემა, რომლითაც გააყალბა ჩემი რწმენით 2024 წლის არჩევნები ქართულმა ოცნებამ, ეს არის ის ხმები, რითიც იმანიპულირა ემიგრანტებით და აქაური საზღვარგარეთის პასპორტებით და შემდეგი კარუსელების ტრიალით და იცით თქვენ ეს გორში თვითმხილელებმა, შემსრულებლებმა ყველა მოყვნენ, რომელმაც დაახლოებით ჩემი ინფორმაციით და სარწმუნო ინფორმაციით მე რა 200-დან 220,000 ხმამდე გააყალბა აი ამ მექანიზმების მეშვეობით 2024 წელს. ასული ადამიანების ხმები გამოიყენა, ხო? საზღვარგარეთ წასული ადამიანის ხმები ამას ამბობ. იმ 3 წუთიდან 1 წუთს გამოვიყენებ კიდევ 2012 წელს შენ გახსოვს მე ვიყავი სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელი. საქართველოს მასშტაბით სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. საქართველოს მასშტაბით სრული ინფორმაცია მქონდა უბნების მიხედვით, ვინ იყო ის ამომრჩეველი, რომელიც ეწერა ამომრჩეველთა სიაში, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ის არჩევნებზე არ მოვიდოდა, იმიტომ რომ ბევრი წლის წინ მქონდა გადაკვეთილი საზღვარი, არ გადმოუკვეთავს მას აქეთ და ეს ინფორმაცია მქონდა საზღვრის დაცვიდანაც და ასე შემდეგ. ბატონო, აქვთ ამათაც, ხო, ამას. ხო, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე, როცა იცი რომ უბანზე სადაც არის 1000 ამომრჩეველი, საიდანაც 200 არც ერთ შემთხვევაში არ მოვა, საჭიროა რომ იმ 200-ის მეშვეობით როგორღაც მოხდეს, არა პირადობის მოწმებით, რომელიც ელექტრონულ ველში უნდა გაატარო, არამედ ხელის აკრეფით ამოაგდო ის ნომერი, რომელიც სადღაც ფორთოხალს კრებს, ან მოხუც სუბლის, ან სწავლობს ელემენტარულად და მისი მეშვეობით გასტრალიორი ჩამოატარო, როგორც ასეთი. და გააკეთო ხმები. თქვენ თქვით რომ აი საარჩევნო კომისია არის თავარი და დავების საკითხი. დავების საკითხი ბევრია რა თავარი. რადგან ამ საარჩევნო თემებში თან გარკვეულად თქვენთან მაინტერესებს როგორ ფიქრობთ საქართველოში არჩევნებს საარჩევნო კომისია ატარებს თუ სუსი ატარებს თქვენი აზრით? ფორმალურად საარჩევნო კომისია და ფაქტობრივად სუსი. კი, რა თქმა უნდა. ანუ გამოდის რომ საარჩევნო კომისია არ არის თავარი საკითხი, ხო? სამართლიანი არჩევნები ხელისუფლებაა საერთოდ თავარი საერთოდ არის ხელისუფლება თავისი სტრუქტურებით სუსი შსს ადგილობრივი ხელისუფლებები და ასე შემდეგ ხო და აი მაინტერესებს სწორედ აი სუსის გარეშე როგორ წარმოგიდგენიათ სუსის არჩარევის თუ არ ვიცი სუსის გამორიცხვის გარეშე როგორ წარმოგიდგენიათ სამართლიანი არჩევნების ჩატარება თუნდაც კომისია იყოს გავიგე მე რა მოდი ეს რაღაცას ვიტყვი საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა 4 ჯერ კომუნისტების დროს, შემდეგ სამხედრო გადატრიალება მოხდა, შემდეგ შევარდნაძის ხელისუფლება მოვიდა, კი ბატონო, შემდეგ სააკაშვილი და შემდეგ ივანიშვილი. ვერავინ ვერ დამისახელებს, რომ ამ 4 ცვლილების დროს არ იყო ჩარეული სუსი და საარჩევნო ადმინისტრაცია იყო პროოპოზიციური. გაყალბებას გააჩნია თავის მარჟა რომელიც მოსულა როგორც ესეთი სხვა შორის შედარებით უფრო დალაგებულ ქვეყნებშიც, მაგრამ ის რაც აქ მოხდა, ეს ყველა მარჟის მიღმა იყო როგორც ასეთი. ხო და სანამ სუსი და პოლიცია არის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ, ის ყოველთვის ასე გააყალბა. და რა ვქნათ? დავნებდეთ? დავნებდეთ? აი ეს კიდე ცალკე გადაცემის თემა. ამიტომ ბოლო ფრაზას ვამბობ, ამიტომ თუ შეიქმნება მოლაპარაკების მაგიდა და ამის საჭიროებას და აუცილებლობას დაინახავს ხელისუფლება
ერთ-ერთი პირველი თქვენ იქნებით თუ რა წინადადებებს დააყენებს ლელო ძლიერი საქართველოს როგორც პრიორიტეტულ სამართლიანი არჩევნების ჩასწარებას. გასაგებია. მადლობა დიდი გადაცემის მადლობა თქვენ. მაგვა კაციტაძე იყო ჩვენი სტუმარი ლელო ძლიერი საქართველოს წევრი. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა, მე ხვალამდე გემშვიდობებით.